საბოლოო ჯამში აი ესეთი შეგრძნება გქონიათ, რომ რაღაცა გაიაზრეთ, რაღაცა გიგანტური ინფორმაცია მიიღეთ, რაც არის ინსტრუმენტი, ნუ აი იარაღი ჩათვალე. მაგრამ იმდენად არიცი როგორ გამოიყენო, რომ ეგ გაფორიაქებს. ნუ აი არიცი რა გააკეთო და შეიძლება ვიღაცას შეგძულდეს კიდეც მაგ მომენტში. აი რაღაცნაირი ზიზღი გამოიწვიოს. იდენტური არა, მაგრამ იმის მსგავსი ასევე გამონათქვამი რო არის, რომ ხალხს ძულს ის რაც არ ესმის. აი ეგეთი რამე არის რა, მაგ კუთხითაც დაუმსახურებელი სიბრძნე ძალიან ცუდი არის. იმ ხრივ რომ თუ მიიღე სიბრძნე, რომელიც არ შეგიძლია რომ გამოიყენო, რომელიც უბრალოდ აი არ გაქვს რა, მაგისი არც თავი, არც ტრაკი, არც უნარი, რომ აი ეგ გამოიყენო. ეგ ყოველთვის ნეგატიურად აისახება, ანუ ზრდისთვის რა თქმა უნდა საჭიროა რომ ისეთ რამეს დაეტაკო, რაც შენზე დიდი არის, მაგრამ სამწუხაროდ რეალობაში ისე არის, რომ ზედმეტად დიდს თუ დაეტაკე, რომლისთვისაც შენი მთლიანი ცენტრალური ნერვული სისტემა მზად არ არის, ეგ უბრალოდ გაგსრეს, გაგჭყლიტავს, გაგაუბედურებს და მორჩა. მეტი არაფერი იქნება, ანუ ძალიან იდეალურად თუ არ დასვი შენი მტერი, შენი ბრძოლა და რას ეჭიდები, ხო, ეგ ყოველთვის ცუდად აისახება. და გარდა მაგისა, როდესაც დაუმსახურებელ სიბრძნეს იღებ, რომელსაც არ შეგიძლია რომ გაუმკლავდე და გამოიყენო, ხო? შეიძლება მისი ეფექტურობის გამო ეგ გადაზარდო მაინც რაღაცნაირად დანერგო რა შენს ცხოვრებაში. და ეგ ყოველთვის ხდის ძალიან პროგნოზირებაც. ჰიპერპროგნოზირებაც შენზე ძლიერი ადამიანებისთვის. რატო? იმიტომ რომ ბევრი იდეა არის, ბევრი ფილოსოფია, რომელიც quote-ად შეიძლება შეკრა, რომელიც პირადად მე არაერთ ადამიანში აღმომიჩენია, რომ ეგ აქვთ, მაგით ცხოვრობენ და შემდეგ დამიექსპლოიტებია ეგ, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემ ფეხებს ცხოვრობენ რა მაგით. 69-მა როგორც თქვა, ზუსტად იგივენაირად რა, give me that shit, ანუ არიცი რა გააკეთო მაგით. ნონდი მანეკ დიდ ტრაკა იმაზე თქვა ზანგზე. წაართვა ძმაკაც, იმიტომ რომ არიცი დიდ ტრაკა გოგოს როგორ უნდა მოეპყრო, მაი დააკეთე. შეიძლება თქვენს გქონდეთ ეგეთი დაკვირვება, ოღონდ არ მინდა მთლად დავხურდავდე ძალიან ისეთ უბრალო მაგალითებამდე, მაგრამ აზრი ის არის, რომ რაც უფრო მეტ სიბრძნეს და მეტ აღმატებულ აზრს ჩაეჭიდები, რომელიც შენი pay grade-ის მიღმა არის, რომლის ინსტრუმენტად გამოყენებაც არ შეგიძლია, მით უფრო ძალიან პროგნოზირებადი ხდები და მარტივი სამართავი იმისთვის, ვინც შენზე ძლიერია, ან ვინც რეალურად იყენებს მაგ ინსტრუმენტს. და ეგეთ ადამიანს ფიზიკურად ვერ გააცურებ. აი ეგეთ ადამიანთან როგორ იქნები, იცი? 9 წლის ასაკში რო შედიხარ მაღაზიაში, სიგარეტი რო გინდა. აი პატარა რო ხარ რა 9 წლის და გამყიდველი ეგრევე რო გეუბნება რომ შვილო, გაიზარდე. არა და არ გიჩვენებია იმ გამყიდველისთვის, არც შენი პირადობა, არც გითქვამს რამდენი წლის ხარ. არაფერი მსგავსი, მაგრამ ნუ ხდება რა, ვერ გამოაპარებ. და ეგეთი რამე არის, რეალურად ეგ სიბრძნე არც მიგიღია. თუ კი ეგ არ შეგიძლია რომ გამოიყენო, ეგ უბრალოდ დაგეცა თავს, რაღაცა შენში შეარყია და მორჩა. სიბრძნე ის არის, რაც შეგიძლია რომ ინსტრუმენტალურად გამოიყენო. მაგიტომაც არის რა, რომ შემიძლია 10 რჩევა გავცე, 10-ვე არის საუკეთესო. 10-ვე ჩემს მიერ დატესტილი, 10-ვე ჩემს მიერ ყველანაირად შემოწმებული და გამოშიგნული, მაგრამ ვერ გამოიყენო რა ეგ 10-ვე რჩევა. აი როგორც ფულის კეთებაზე რო არის, აუხსნი ადამიანს როგორ აკეთებ ფულს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, მაგრამ რო ვერ გაიმეორებს. იმიტომ რომ არ შეუძლია მაგ ადამიანს ეგრე. ხო და ნუ ძალაუფლების ილუზია საშიში არის პრინციპში მაგ კუთხითაც. რო უნდა უფრთხილდე დაუმსახურებელ სიბრძნეს. და მაგას როგორც წესი ჩემი აზრით გრძნობენ ადამიანები, აი ფასადი რა არის ძალაუფლების და მაგის უკან რო არაფერი არ არის. ეგ იმდენად პრინციპში იმდენად წმინდა რამე არის ეგ ძალაუფლების შეგრძნება. იმდენად წმინდა და თვითცხადი არის, რომ მეეჭვება, რომ ადამიანი, რომელმაც ძალაუფლების უბრალო ფასადი შეიქმნა, რომლის უკანაც არაფერი დგას, ვერ იაზრებდეს მაგას. ჩემი აზრით მაგას იაზრებს მთელი არსებობით. და მაგ მხრივ საკუთარ თავს ვერ მოატყუებს.
იმიტომ რომ ძალაუფლება ხო მართლა ყველაზე ფუნდამენტური არის, ყველაზე მნიშვნელოვანი, გადარჩენაზე მნიშვნელოვანიც კი. მაგ მხრივ ვერ გაცურდება ადამიანი, ამიტომ სჯობს რომ ეგ გაამყაროს. მე არ ვამბობ რომ ფასადი არ უნდა შექმნა და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც მაინც უნდა იყოს რა. ესეთი რამე არის, მაღაზია რო შექმნა. იქირავ იქ სადმე ჭავჭავაძეზე და ეგ გარედან რო არის მაქსიმალურად დახვეწილი, მაქსიმალურად ძვირფასი, ელეგანტური. შეიძლება ეგეთი ფასადი, მაგრამ პრობლემა იმაშია შიგნით თუ მართლა არ ყიდი რამე ღირებულს. და თუნდაც ერთი რამე მაინც უნდა გედოს იქ ვიტრინაში რაც ღირებული არის, ერთი რამე მაინც. თუ ეგ არ დევს ის ერთი რამე რაც 100%-ით იცი რომ ღირებულია, მაშინ მაგ ფასადს აზრი არ აქვს, ეგ იქნება უბრალოდ დროის კარგვა და ლარპი. მეტი პრინციპში არაფერი. მერე კიდე რა პრობლემა აქვს ასევე დაუმსახურებელ სიბრძნეს. დროზე ადრე ქმნის გამოყოფას. detachment-ი რაც არის. მე რაღაცას რომ გამოეყოფი დროზე ადრე. და ეგ დროზე ადრე გამოყოფა რა არის? აი თინეიჯერობისას რო აცნობიერებ რომ ფული არაფერია. ფული არაფერს ნიშნავს. და აქ დროზე ადრე რას ნიშნავს? აქ დროზე ადრე იმას ნიშნავს რომ ფული არც გქონია კარგ ძაღლო, რო ამბობ რომ ფული არაფერს ნიშნავს, ანუ არ გქონია არასდროს. და ეგ ამ შემთხვევაში არ არის რა, რომ ტრანსცენდენტირებ აი ამ ადამიანურ კატეგორიებს და რამე, უბრალოდ თავს არიდებ. და ამგვარად დაუმსახურებელი სიბრძნე ხშირად არის თავის არიდების ერთ-ერთი საშუალება. თავი აარიდო ცხოვრებას, თავი აარიდო კონფლიქტს, იმიტომ რომ შენ ბევრად მაღლად გახარ მათზე. თავი აარიდო ფულს, იმიტომ რომ ფული ხო არაფერია. ეგ ძალიან ისეთი რამეა, უნდა დააკვირდეთ რა ყურადღებით, რომ თავის არიდების მიზნით არ იღებდეთ რამე სიბრძნეს. და ამგვარად, აი ხლა რაც ჩამოვთვალე და კიდე უამრავი რამ არის, უამრავი საშუალება, რომლითაც დაუმსახურებელი სიბრძნე დაგღუბავს. ლიუხანი ეგ იმას ჰგავს სუსტი ადამიანების ათნოებით, რომ ნიღბავენ უძლურებას და რეალურად არ შეუძლიათ თავისუფალ ნებაში მოქმედება. ხო, ხვდები, რასაც ამბობ, უბრალოდ ეგ თავისუფალი ნება, მოდი არ გამოვიყენოთ. თავისუფალი ნება არის, რაც მონების არის. თავისუფალი ნება მონების ტექნოლოგია არის და მარტო მონას სჭირდება თავისუფალი ნება. აუხსენი ეგ არაერთხელ რომ თავისუფალი ნება, ну აი სერიოზულად თუ საუბრობთ და არა სიტყვის მასალა და რამე, ხო? რომ სიტყვის მასალით მესმის. მაგრამ სერიოზულად თუ საუბრობთ და სიღრმეზე რას ნიშნავს, ხო, თავისუფალი ნება? ის რომ გაქვს არჩევანის თავისუფლება. არჩევანის თავისუფლება რას ნიშნავს? იმას რომ გაქვს შიდა კონფლიქტი, შიდა დებატები, რაც აყოვნებს მოქმედებას და აყოვნებს აუცილებლობით მოქმედებას და შესაბამისად მონახარ, იმიტომ რომ შიდა დემოკრატია გაქვს. არჩევნები ტარდება შენთან. მოხდები, ყველაფერზე არჩევნები. დავკავდე ამით, დავიწყო ეს საქმე, კი თუ არა, კი თუ აბა დებატები, მოდი არჩევნები, რეფერენდუმი ჩავატაროთ შიდა. წავიდე გავისეირნო, მივცე ამას თუ არ მივცე, დებატები, არჩევნები. დავჯოინდე თუ არა დახურულ არხზე. ბევრი ეგრე არის, ვინც ფიქრობს საუკუნე, თვეები ფიქრობენ დავჯოინდე თუ არა. და ეგ დემოკრატია არის კატასტროფა. ამიტომ არჩევანის თავისუფლება მოდი დავუტოვოთ მონებს, ბატონო ლიუხან, თუ სერიოზულად იგულისხმედა რამე. ახლავე გაწევრიანდი დახურულ არხზე, ლინკი აღწერაშია და პროფილზე.